გამარჯობა. დღევანდელი თემა ერთ ადამიანთან საუბრისას სპონტანურად წამოვიდა. და შემდეგ, ასე ვთქვათ, ჩამოვედი, მონახაზი გაკეთდა, მე ჩამოვედი, დავწერე და ეხლა მინდა თქვენთან განვიხილო. სათაურად მოგონებები. მოგონებები არის როგორც კარგი, ასევე ცუდი. კარგი მოგონებები ისედაც კარგია, არ უნდა ბევრი საუბარი. მაგრამ ადამიანების უმრავლესობას რატომღაც კარგი მოგონებები ეს გახსენება არის ძალიან მოკლე, უფრო მეტად თავში ყოველთვის გვიტრიალებს ნეგატიური მოგონებები, რომლებიც ძალიან დიდ გავლენას ახდენს ადამიანის ცხოვრებაზე. ამიტომ ნეგატიური მოგონებები და მათი გავლენა ადამიანის ფსიქიკაზე, ცხოვრებაზე იყოს დღეს და ეხლა. ახლა ნეგატიური მოგონებების გავლენა ადამიანის ფსიქიკაზე ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი და ღრმა თემაა, როგორც ფსიქოლოგიაში, ასევე ეზოთერიკაშიც. ასეთი მოგონებები შესაძლოა დაუმუშავებელ ტრამვად გადაიქცეს და გავლენა იქონიოს ინდივიდის იდენტობაზე, ქცევაზე, ემოციურ რეგულაციაზე და კარმულ სცენარებზე. მოგონებები ჩვენთვის როგორც ინდივიდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ფსიქოლოგია შეისწავლის თუ როგორ ყალიბდება ისინი და როგორ მოქმედებს ჩვენს ფსიქიკურ მდგომარეობაზე და რა გავლენას ახდენს ყოველდღიურობაზე. მოგონებები შეიძლება იყოს როგორც კარგი, ასევე ნეგატიური. და დროთა განმავლობაში მათ ახასიათებს დამახინჯებისკენ მიდრეკილება, განსაკუთრებით ნეგატიურ მოგონებებს. მოგონებების დამახინჯებაზე გავლენის მქონე სხვადასხვა ფაქტორებს შორისაა ის თუ როგორი ემოციური მდგომარეობა გქონდა დამახსოვრების დროს. მინდა გახსოვდეთ, რომ მეხსიერება ყოველთვის სრულიად ზუსტი არ არის და შეიძლება რომ მასში მოგონებების რაიმე დამახინჯებაც კი მოხდეს. მაგალითად, ალბათობა რომ ძველი მოგონება ზუსტად ვერ გავიხსენოთ, რადგან ის დროთა განმავლობაში შეიძლება შეიცვალოს გონებაში. დეტალურად დაგვავიწყდეს და ეს გამოწვეული იყოს არსებული გარე ფაქტორების გავლენით, როგორიცაა სხვა ადამიანები, ან დღეს და ეხლა არსებული ემოციური ფონი, რომელიც აძლიერებს ნეგატიური მოგონებების ვერსიას. არის კიდევ ერთი საინტერესო ასპექტი, ცრუ მოგონებების. მეცნიერული კვლევები აჩვენებს, რომ წარსულის ჩვენი ახმა შეიძლება დამახინჯდეს და ადამიანის ტვინს შეუძლია გამოიგონოს მოვლენები. მეწმუნეთ მართლა არსებობს ესეთი რაღაცა, რომლებიც სინამდვილეში არც კი მომხდარა. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ადამიანის ცხოვრებაში რაღაც ფაქტორების, გარკვეული ისტორიის შექმნით ჩვენივე სურვილზე, ან უბრალოდ არასწორი აღქმის გავლენით. მიუხედავად ყველა ამ პოტენციური დამახინჯებისა, მოგონებები კვლავ ჩვენი ფსიქიკური ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილად ითვლება და რჩება. სწორედ ისინი გვაძლევენ საშუალებას შევინახოთ და გადავცეთ ინფორმაცია წარსული მოვლენებისა და გამოცდილების შესახებ. და მათ მოგონებებს შეუძლიათ გავლენა მოახდინონ ჩვენს აწმყო მდგომარეობასა და მომავალ ქმედებებზე. მოდით ახლა განვიხილოთ თუ რა გავლენას ახდენს ცუდი მოგონებები ადამიანის ფსიქიკაზე, როგორ მოქმედებს ის ეზოთერიკულად, ენერგეტიკულად და რა კარმულ გავლენას იწვევს. ნეგატიურ მოგონებებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინონ როგორც ჩვენს ფსიქიკურ მდგომარეობაზე, ასევე საერთო კეთილდღეობაზე, როგორც ინდივიდის, ისევე გარშემო მყოფების, განსაკუთრებით ინდივიდის. პირველი, ემოციური სტრესი. ცუდმა მოგონებებმა შეიძლება გამოიწვიოს ემოციური სტრესი, რამაც შეიძლება აგრეთვე გამოიწვიოს შფოთვა, დეპრესია და სხვა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები. თუ თქვენ მუდმივად უბრუნდებით ცუდ მოგონებებს, ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენსავე ფსიქო-ემოციურ სტაბილურობაზე. მეორე, ეს არის ემოციური აფეთქებები.
და გამღიზიანებლები. ტრიგერები, რასაც ქვია. ცუდი მოგონებები შეიძლება გახდეს ძლიერი ემოციების გამომწვევი გამაღიზიანებელი. მაგალითად, გარკვეული ადგილი, სუნი ან ხმა შეიძლება ხმამ შეიძლება გაგვახსენოს ტრამვული მოვლენა ჩვენს ცხოვრების რაღაც წარსულიდან. მოხდეს ტრიგერირება, რაც შეიძლება რომ გახდეს გამომწვევი ფაქტორი უარყოფითი ემოციების, შიშის ან პანიკური შეტევის. გავლენა ქცევაზე. ჩვენს ქცევებზეა საუბარი. ცუდ მოგონებებს შეუძლიათ გავლენა მოახდინოს ჩვენს ქცევაზე. მაგალითად, თუ გარკვეულ აქტივობასთან ან სიტუაციასთან დაკავშირებით ნეგატიური გამოცდილება უკვე გვაქვს. შესაძლოა მომავალში თავი ავარიდოთ ანალოგიურს, რათა თავიდან ავიცილოთ უსიამოვნო მოგონებების განმეორება. შემდეგ მოდის თვითშეფასების დაქვეითება. ცუდი მოგონებების მუდმივმა განხსენებამ შეიძლება შეამციროს ჩვენი თვითშეფასება და თავდაჯერებულობა. შეიძლება დავიწყოთ იმის დაჯერება, რომ ვერ ვუმკლავდებით სირთულეებს, ან რომ მომხდარში ჩვენვე ვართ დამნაშავე. შემდეგი არის დამოკიდებულება ან მუდმივად მსხვერპლის როლში ყოფნა. ცუდმა მოგონებებმა შეიძლება გამოიწვიოს დამოკიდებულებები და ჩვევები, როგორიცაა ნარკოტიკების ან ალკოჰოლის მოხმარება, რაც ნეგატიურ ემოციებთან გამკლავების საშუალებად მიაჩნიათ ესეთ დამოკიდებულ ადამიანებს. გარდა ამისა, ზოგიერთმა ადამიანმა შეიძლება დაიწყოს საკუთარი თავის მუდმივ მსხვერპლად აღქმა, რაც წარსულ ნეგატიურ მოვლენებში ჩაძირვას იწვევს. იმის მაგივრად რომ ამოვიდეთ. არაცნობიერი დაძაბულობა. ნეგატიური მოგონებები ხშირად ინახება არაცნობიერ გონებაში. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი შეიძლება აღარ ფიქრობდეს აქტიურად ამ მოვლენაზე, მათი ენერგია მოქმედებს მის ყოველდღიურ ემოციურ მდგომარეობაზე. ეს მოდის არაცნობიერიდან. ტრამვული გაშიფრვა. ტვინი ქმნის გარკვეულ ნეირონულ კვანძებს. რაც ნიშნავს, ამაზე ალბათ ყველამ იცით უკვე, რომ ტვინში არის ნეირონული კვანძები. და რაც ნიშნავს, რომ მსგავს სიტუაციაში გონება ისევ და ისევ აბრუნებს ადამიანს იმავე ემოციურ რეაქციაში. ეს იქნება მუდმივი გამეორების იმპულსები. თან ამას თუ კი ახლავს კიდე ფიქრი, ნეგატიური მოგონება. შემდეგ მოდის შეზღუდული ხედვა საკუთარი თავის და სამყაროს მიმართ. ნეგატიური მოგონებები ხშირად აყალიბებს შინაგან დიალოგს. მე არ ვარ საკმარისი, სამყარო სახიფათოა, არავის ვჭირდები. ეს გზავნილები ხშირად ბავშვობის ტრაუმული გადმოცემებიდან მოდის, გამოცდილებებიდან მოდის. დეპრესია და შფოთვა და უმუშავებელი ნეგატიური მოგონებები შეიძლება გადაიზარდოს ქრონიკულ შფოთვასა და დეპრესიაში. როგორც ფსიქიკური სისტემა ცდილობს არ შეიგრძნოს ტკივილი, ის ახდენს ემოციურ რეაქციების ბლოკირებას, რაც საბოლოოდ იწვევს ემოციურ გათიშვას. როგორც არის დეპრესია და შფოთვა, შფოთვა და დეპრესია. როგორია ეზოთერიული და ენერგეტიკული გავლენა ნეგატიური მოგონებების? ნეგატიური მოგონებების ენერგეტიკული გავლენა ღრმაა, დაუნახავი, მაგრამ ძალზე რეალურია. ისინი გვაბრკოლებენ წირისვლაში, აფერხებენ შინაგან განვითარებას და ხშირად არაცნობიერად გვაბრუნებენ წარსულში. მათი ზეგავლენა შეიძლება ვიხილოთ როგორც ენერგეტიკული ბლოკები. ნეგატიური მოგონება ენერგეტიკულად ინახება კონკრეტულ ცენტრში, ხშირად მესამე ჩაკრა ან გულის ჩაკრაში. შედეგად ჩაკრები იბლოკება და ენერგიის თავისუფალი მოძრაობა დარღვეულია და არ გაედინება ენერგია. ამასთან ერთად მესამე ჩაკრა მანიპურა იბლოკება თუ კი არის დაბალი თვითშეფასება და სირცხვილის შეგრძნება. მეოთხე ჩაკრა, გულის ჩაკრა
გულის ტკივილი, დაკარგული ნდობა და ასე შემდეგ, რაც ბლოკავს გულის ემოციები თუ კი არის დაბლოკილი. მეხუთე ჩაკრა, ვიშუთხა. უუნარობა საკუთარი სათქმელის გამოხატვის. როდესაც ჩახშობილია ეს ჩაკრა და რაც მთავარია, ყველაზე მთავარი, პირველი ჩაკრა, მულახარა, უსაფრთხოებასთან და ფიზიკურ სხეულთან კავშირი ირღვევა. თითოეული დაუმუშავებელი მოგონება ტვირთად ეკვრის ამ მარტო პირველს კი არა, ყველა ენერგეტიკულ ცენტრს. ანუ ჩვენი მოგონებები, აკვიატებული ნეგატიური ფიქრები და მოგონებები ისევ ბლოკავს ჩვენივე ჩაკრებს, ენერგეტიკულ ველს. დროის გაყინვა არსებობს კიდე ესეთი ფენომენი ეზოთერიკული. ზოგიერთი მოგონება ისე ძლიერია, რომ სული თითქოს იყინება იმ კონკრეტულ დროში. ეზოთერიკულთა ეს აღიქმება როგორც ცნობიერების ფრაგმენტაცია. სულიერად ადამიანი დარჩენილია იმ ტრამვულ სივრცეში და ძალიან უჭირს იქიდან გამოსვლა. დროის გაყინვა ქვია ამას. კარმული რეპეტიცია მოდის შემდეგი. დაუმუშავებელი ნეგატიური მოგონება ხშირად ქმნის კარმულ სცენარს. ადამიანი იპოვის საკუთარ თავს იმავე ტიპის ურთიერთობებში. სიტუაციებში თითქოს ტკივილი ითხოვს ცნობიერ აღიარებას. ნეგატიური მოგონება ხშირად ატარებს არქეტიპულ კოდს, რომელიც არაცნობიერად მოქმედებს და მოქმედების სცენარს ქმნის. მე არ ვიმსახურებ სიყვარულს, ყოველთვის მარტო რჩები, საკუთარი საზღვრების დაცვა საშიშია და ძალიან ბევრი. ეს ნეგატიური რწმენები მოქმედებენ როგორც ენერგეტიკული ვიბრაციები და შემდგომში იზიდავენ შესაბამის ანალოგიურ მოვლენებს. გული ამიჩქარდა რაღაცა. ანალოგიურ მოვლენებს. დაუმთავრებელი ემოციური ციკლი. თითოეული არათავდასრულებული ემოცია იქნება ეს მწუხარება, სირცხვილი, ბრაზი, ინახება აურაში, ადამიანის აურაში და ენერგეტიკულ ველზე. მაგალითად, ბავშვობის დროინდელი სირცხვილი შეიძლება წლების შემდეგ კვლავ მოქმედებდეს აუღიარებლად, დაბინდულად. თითქოს რომ გონია რომ რაღაც ემოცია რომელიც ბავშვობაში თუნდაც აქ რას ვახსენეს სირცხვილი რომ სადღაც შეგვარცხვინეს ან რაღაც თქვენს და ჩვენ შევწვა და ეს არის გადადის მე მოგონებაში, აი სწორედ მაგაზე აქვს საუბარი. როგორია ეს ენერგეტიკული გავლენა ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში? ქრონიკული დაღლილობა და ენერგიის დაკარგვა, გადაწყვეტილებების მიღებაში გაურკვევლობა, გამეორებადი ემოციური ფონი, მელანქოლია, ბრაზი, გარე სამყაროსთან ენერგეტიკული კონფლიქტი, მიუღებლობა გარე სამყაროსი, სხეულში დაავადებების სიმპტომების წარმოქმნა, ფსიქოსომატური დაავადებები, იწვევს კიდეც ფსიქოსომატურ დაავადებებს. ნეგატიური მოგონება არა მხოლოდ ინდივიდუალური გამოცდილებაა, არამედ შეიძლება იყოს საგვარეულოდან გადმოცემული ენერგეტიკული მეხსიერება, რომელიც შენს მენტალურ, ემოციურ და ქცევით დონეზე აგრძელებს ცხოვრებას. და სწორედ აქ კვეთს ერთმანეთს ფსიქოლოგია, ეზოთერიკა და კარმული მეცნიერება. შეიძლება თუ არა ნეგატიური მოგონება იყოს საგვარეულო მეხსიერება. დიახ. და ეს ძალიან სწორად ხშირად ასია. ეს მდგომარეობა ფსიქოგენეოლოგიაში ცნობილია როგორც ტრანსგენერაციული გადაცემა, ემოციური მემკვიდრეობა, კარმული ჩანაწერები საგვარეულო ველში. როგორ გადმოდის ეს მოგონებები საგვარეულო? დაბადებამდე. დაუჯერებელია ხო? დაბადებამდე დედის მუცელში უკვე ბავშვი ჩვილი იღებს ემოციურ ენერგიას მისგან და მისი საგვარეულოდან. ეპიგენეტიკურად ბიოლოგიური მეხსიერების დონეზე გენები არ ინახავენ მხოლოდ ფიზიკურ მონაცემებს, არამედ ინფორმაციას ტკივილზე, შიშზე და დანაშაულზე. ენერგეტიკულად აურის დონეზე
შენ ატარებ იმ ადამიანების ვიბრაციას, ვისი სულიერი კოდიც შენში ცხოვრობს. როგორი არის კარმული გავლენა ნეგატიური მოგონებების შემთხვევაში? გაუცნობიერებელი ვალდებულება ტკივილის მიმართ. ხშირად ადამიანი არაცნობიერად იმეორებს ოჯახის წევრის ტკივილს, თითქოს ფარული ლოიალობა იყოს. თუ შენ დაიტანჯე, მეც ასე მოვიქცევი, მეც დავიტანჯები. ეს არის კარმული ბორბალი, რომელიც ითხოვს ცნობიერში გამოსვლას, ქცევის მოდელის შეცვლას. თქვენგან თუ კი იპოვით რაღაცას ამ დაგვარს. წარსულიდან მიწვევა, როცა წინაპარმა ვერ დაასრულა ემოციური ციკლი, ვინმე ჩვენმა წინაპარმა, მაგალითად შერცხვენა, დაკარგვა, მოტყუება. შთამომავალი იმყოფება მისთვის გამოუთქმელი ემოციის მატარებლად. ამას ქვია ემოციური კომპენსაციის კარმა. ანუ იქ დაუმთავრებელი, ასე ვთქვათ, გაუმართლებელი ნაწყენი ემოცია შეიძლება გადმოვიდეს შთამომავალზე. ნეგატიური სცენარების მემკვიდრეობა. ჩვენს ოჯახში ხალი მარტო რჩება. ჩვენს საგვარეულოში ფული არ ჩერდება, სიყვარული ყოველთვის ტკივილია. ესენი არა უბრალოდ რწმენებია, ესენია გადაუწყვეტელი კარმული დავალებები, რომლებიც მეხსიერებად ჩამოყალიბდნენ და საჭიროებენ ტრანსფორმაციას. რას იწვევს ეს დაუმუშავებელი კარმული მოგონებები? საკუთარი გზის დაბნეულობას, სხვისი ტკივილის ტარებას, საკუთარი ემოციური დაბნეულობა ჩახშობას, როდესაც არიცი საკუთარია ეს ტკივილი თუ სხვისი. სულიერი დაღლილობა, ცხოვრებაში ერთნაირი სცენარების გამეორება, თითქოს რაღაც იქიდან გმართავს, ისე რომ ვერც კი ხვდები რა გმართავს. როგორ უნდა ამოვიცნოთ და გავთავისუფლდეთ? პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, ეს არის საგვარეულოსთან მიმართებაში კონსულტაცია. პირდაპირ აჩენს ამჟღავნებს ვისი ისტორიაა, ცოცხლობს შენში, ვისი ცხოვრებით ცხოვრობ. მეორე ეს არის ნუმეროლოგიური გამოთვლებით, რომელიც ნათლად აჩვენებს გადმოცემულ კარმულ კოდებს და დანიშნულებებს, კარმულ დანიშნულებებს. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, პირად კონსულტაციაში ჩემთან შეიძლება ამის გაგება. როგორ აჩერებს ნეგატიური მოგონებები განსაკუთრებით პირადი, კარმულად ან საგვარეულოდან გადმოცემული ადამიანის განვითარებას, სურვილებს და ახალ შესაძლებლობებთან კავშირს. როდესაც ადამიანი შინაარსობრივად დაჭერილია წარსულ ნეგატიურ მოგონებებში, რომელიც შეიძლება მისი საკუთარიც კი არ იყოს, ის ხდება წარსულის მატარებელი და არა მომავლის შემქმნელი. როგორ ზღუდავს ნეგატიური კარმული მოგონება განვითარებას და ზოგადად მოგონება განვითარებას. ნეგატიური. არ ხდება ენერგეტიკული სივრცის შევსება. წარსულის ნეგატიური მოგონება მთლიანად იკავებს იმ სივრცეს, სადაც უნდა გაჩნდეს ახალი. განვითარება, ტრანსფორმაცია მოითხოვს ცარიელ სივრცეს, რათა შეავსო ახალი ცოდნით, ინტერესით და ვიბრაციებით. მაგრამ როცა ეს სივრცე სავსეა ტკივილით, დანაკარგით, შერცხვენით ან შიშით, ახალი უბრალოდ ვერ შემოდის. ადგილი არ აქვს, რასაც წავიდეს. როდესაც ხდება შინაგანი საკუთარი მოლოდინების დაბრკოლება და დაბლოკვა. ნეგატიური მოგონება ქმნის შემდეგ ტიპის შინაგან გზავნილებს. ეს ჩემთვის არ გამოდგება. მეც ვერ შევძლებ. სხვა ჩემს ადგილზე დაისჯებოდა. ჯობს ვიყო ჩუმად, იმისთვის რომ შვიდად ვიყო. ეს გზავნილები პირდაპირ ბლოკავენ სწავლას, ინიციატივას, საკუთარი თავის ახლებურად გამოვლინებას. საკუთარი მიზნის ენერგიის დაბინძურება. სურვილი ეს ენერგიაა. ახალი მიზანი იბადება მაშინ, როცა ტვინს, გულს და სულს ერთმანეთთან ჰარმონია აქვთ. ტვინს, გულს და სულს ერთმანეთთან ჰარმონია. მაგრამ როდესაც სული ატარებს მძიმე ან სხვის ტკივილს, მიზანი ვლინდება წარსულზე დამოკიდებულებით. თქვენ შესაძლოა მიზანი გქონდეთ და აირჩიოთ არაცნობიერად,
მაგრამ ეს არაა შენი ნამდვილი სურვილი, არამედ წარსულის მოგონების გავლენით. მაგალითად, დედას გაეხარდებოდა. ხშირია ეს. ნეგატიური მოგონებები იწვევს შიშის ვიბრაციას. საგვარეულო მოგონება თუ მასში იყო ღალატი, დევნა, სირცხვილი, ცოდნა, რისთვისაც დაისჯებოდნენ. ეს ყველაფერი ქვეცნობიერში ქმნის ბლოკს ახალის შესწავლისთვის. თუ ვცდის, საფრთხე იქნება. სხვას რომ დავემსგავსო, შეიძლება გავიზიარო მისი ბედი. ესეთი აკრძალვები. როგორ გამოვლინდება ეს ყოველდღიურობაში და ადამიანებში. საკუთარი სურვილები არ იკვეთება მკაფიოდ ან ძალიან სუსტია. ახალი ინტერესი იბადება, მაგრამ მალევე ქრება. ჩდება დაღლილობა დაუფასებელი შრომისგან. თითქოს არაფერი არ გიხარია. ეს სულიერი ბლოკია. სწავლას თუნდაც ახალი ენის პირობითად ან რაიმე ახალი სიახლის ახლავს შინაგანი წინააღმდეგობა. მეც მინდა, მაგრამ ვერ ვიწყებ. თავში არაფერი არ შედის, ვერაფერს ვერ ვიმახსოვრებ და კიდევ უამრავი მიზეზები არსებობს ადამიანებში, რომლებიც ამბობენ ასეთ რაღაცეებს. გაანგრძელი იქნება, უბრალოდ აღარ გავაგრძელებ. რა თქმა უნდა, გაგიჩნდებათ კითხვა, როგორ უნდა დაამუშავოთ და განთავისუფლდეთ ნეგატიური მოგონებებისგან. აუცილებელია პირადი თერაპია და კონსულტაციები, რომლებიც ბადებს შინაგან ინტეგრაციას. მეტაფორული ბარათების კონსულტაციები არის ძალიან უსაფრთხო და უსაფრთხოდ ამოჰყავს არაცნობიერის მოგონებები. პირდაპირ ესე, თვალწინ დაგიდებთ. და რაც თავარია, თქვენი არჩევანი და თქვენი წილი პასუხისმგებლობა, რომ ნამდვილად გინდათ განთავისუფლება, რადგან ნეგატიური მოგონებები ხშირად დაკავშირებულია ბავშვის ტკივილთან. ამიტომ გახსოვდეთ, რომ თქვენი ცხოვრება თქვენი არჩევანია. იყო წარსულის ნეგატიური მოგონებების ქვეშ, გავლენის ქვეშ, თუ თავი დააღწიო მათ. გახსოვდეთ ისიც, რომ გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს და შენ უფრო ძლიერი ხარ, ვიდრე შენი პრობლემები. გადაწყვიტავ და აირჩევ, რომ უნდა განთავისუფლდე ნეგატიური მოგონებებისგან, მაშინ მომწერეთ პირადში. კონსულტაციებისთვის მომწერეთ პირადში. მადლობა.